საფრთხელი არის და ყველანი მივდივართ ზღვაზე გასაროჯად ან თბილისის პირობებში შეიძლება რომ გავიროჯოთ არსებობს ძალიან ბევრი აუზი თუნდაც შეგვიძლია ავიდეთ ლისზე კუს ტბაზე ამას ნუ არსებობს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია რომ არის იმის საშუალება რომ სადმე გავიროჯოთ და თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 2-35-33-07 ან მოგწეროთ ნომრებზე 9-33-40, 9-33-41, 9-55-00. სამწუხაროდ დღეს სტუმარი არ მეყოლება, თუმცა გავიარე კონსულტაციები ამ საგში კომპეტენტურ ადამიანებთან, თუ რაზიანი შეიძლება მოიტანოს დიდი დროით მზეზე წოლამ, ან რა სარგებლობა მოაქვს მას, ამიტომ დღეს მე ვიქნები თქვენი მეგზური ამ საკითხში მხოლოდ და დავიწყებ პირდაპირ გადავალ თემაზე. თქვენ ალბათ, ჩემო მაყურებლებო, არ გეცოდინებათ ის ფაქტი, რომ არსებობს ძალიან ბევრი კანის ტიპი და ამ კანის ტიპს ჭირდება თავისი დროით მზეზე წოლა და ძალიან ბევრი რაღაც ფაქტორია, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომელსაც მე ახლა წაგიკითხავ თქვენ აუცილებლად და იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს. თანამედროვე ექიმები ადამიანებს ყოფენ რამდენიმე ფოტოტიპად. კელტური ფოტოტიპი. მათ მიეკუთვნებათ რძისფერი კანის ადამიანები. მიეკუთვნებიან უკაცრავად რძისფერი კანის ადამიანები. მათ გარუჯო პრაქტიკულად არ შეუძლიათ და უმრავლეს შემთხვევაში იწვიან და მათი კანი ვარდისფერდება. ასეთ ადამიანებს ძირითადად ღია მოწითალო ფერის ჭამელების ცისფერი ან ღია ცისფერი თვალები გააჩნიათ. მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ ბრონზანტები, რადგან ზედა სოლარიუმი მათ სხეულზე აუცილებლად უკუჩვენებას გამოიწვევს. ნათელი კანის მქონე ევროპული ფოტოტიპი. ისინი იწვევიან მზეზე მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით შესაძლოა ოზნავ გაირუჯონ. მათი უმრავლესობა ღია ქერა, ნაცრისფერ, ცისფერ, მწვანე თვალები ადამიანები არიან. მუკანიანი ევროპელი ფოტოტიპი, ალბათ უკვე ყველა მიხვდით, რომ მუკანიანი ადამიანები ძალიან კარგად ირუჯებიან, მზეზე დამწრობას მხოლოდ გაუფრთხილებლობის შემთხვევაში იღებენ. კანის სპილოზვლის ფერი აქვს, ფერის ჭამელები პრაქტიკულად არ გააჩნიათ. თვალების ფერი ნაცრისფერია. ალბათ ნამდვილად განმეორდები კიდევ რომ მუქი ფერის ადამიანებს ყოველთვის მარტივად შეუძლიათ რომ მიიღონ ზაგარი, ისინი არ წითლდებიან ხშირ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა გადამეტებული დოზით არ იყვნენ მზეზე. ხმელთაშუა ზღვის ფოტოტიპი. ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფოტოტიპი აღმოჩნდა, რადგან პირველად გავიგე ამის შესახებ. მათ გაუმართლათ, რადგან სწრაფად ირუჯებიან, არ იწვევიან, ნამზეული მათ კანზე ლამაზად გამოიყურება და დიდხანს შეიძლება რუჯის შენარჩუნება. აზიური ფოტოტიპი, მეტად გამოხატული მუქი, მონოლოგიური კანით. არასდროს იწვევიან, მათ მუქი თმები და თვალები აქვთ, თუმცა მათ შორისაც ხდება ცისფერი ან მწვანე თვალება ბავშვები და ასე შემდეგ. სიცხისა და მზის მიმართ გენეტიკური გამძლეობა ახასიათებს, თუმცა მათი კანი ადვილად კარგად ელასტიურობს მზეზე. აფრიკული ფოტოტიპი, არასდროს არ იწვევიან, რა თქმა უნდა, კარგად არიან დაცული ultraისფერი გამოსხივებისგან. გარუჯო ფაქტიურად მათ არ სჭირდებათ, პლაჟზე შეუძლიათ სიამოვნებისთვისაც კი ინებირონ. ფოტოტიპის მიუხედავად გაითვალისწინებთ, რომ ყველაფერში მისასალმებელია ზომიერება. ზუსტად აი ამ ზომიერებამდე მინდოდა რომ ახლა მივსულიყავ ჩემო მაყურებლებო. ყველანაირი სახის რუჯი, ყველანაირი კანის რუჯი, უბრალოდ რა თქმა უნდა, კარგი არის ორგანიზმისთვის. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში. ექიმები ყოველთვის გვირჩევენ, რომ მზეზე დაწოლა კარგი არის დილის 8 საათიდან შუა დღემდე, ანუ 12 საათამდე. პირველი საათიდან 5 საათამდე გვეკრძალება, ესე რომ ვთქვათ, მზეზე დაწოლა, იმიტომ რომ ის ultraისფერი სხივები ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მე ესე მითხრა ერთ-ერთმა ექიმმა, რომ ჩათვალეთ, რომ თუ პირველ და 5 საათამდე წევხართ მზეზეო, პროვოცირებას უწევთო ძალიან ბევრ დაავადებას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უკუნებელი დაავადება ეს არის კიბო, რომელიც არ იკურნება, როგორც იცით და ეს არის პირველი და 5 საათამდე თუ წევხართ მზეზე, პირველი ხელის შემწყობი ფაქტორი კიბოს გაჩენის. სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ მე-20 საუკუნის შემდეგ შემოვიდა ესე რომ ვთქვათ ზაგარი მოდაში. მანამდე ეს ითვლებოდა დაბალ დონედ. ანუ თუ ფიზიკურ სამუშაოს ეწეოდი, იმ შემთხვევაში ჰქონდა კანის რუჯი. და მე-20 საუკუნის შემდეგ უკვე უკაცრავად მე-20 საუკუნის შემდეგ უკვე ესე რომ ვთქვათ მდიდარი ადამიანები მიდიოდნენ სხვადასხვა კურორტებზე დასასვენებლად და ისინი ჩამოდიოდნენ უკვე გარუჯულები, ეს იმას ნიშნავდა რომ მათ ძალიან კარგად დაისვენეს და
უკვე შემოვიდა ზაგარი მოდაში და 21 საუკუნეში უკვე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ზაგრის სახეობა არსებობს, რითიც შეიძლება რომ კანი გავარჯოთ. ძალიან ბევრი SMS-ი მოდის და სანამ მე გავაგზავნე ჩემს საუბარს, ამოვიკითხავ ამ SMS-ს და ძირითადად მეკითხებიან არ შეიძლება თუ არა ბავშვის მზეზე დაწოლავ. ჩვენ მაყურებელს ვეტყვი რომ 2 წლამდე ბავშვის მზეზე დაწოლა ესე მითხრეს ექიმებმა რომ არ შეიძლება და ასევე აქვე დავამატებ რომ არ შეიძლება მოხუცებისთვის მზეზე დაწოლა. ანუ არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებისთვის მზის სხივები ალბათ დიდი დოზით ამ შემთხვევაში. არის თუ არა განსაკუთრებულად კარგი რაიმე მზის სხივები, კარგი რაიმესთვის. მზის სხივები, სწორად თქვი. მე მინდა გაგაკვირვოთ, ჩემ საყვარელ ტელემაყურებელს და გითხრათ, რომ მეც დღეს როდესაც ვკითხულობდი, სანამ ეთერი დაიწყებოდა, ძალიან საინტერესო რაღაც ამოვიკითხე, რისთვის არის კარგი მზის სხივები და ეხლა წავიკითხავ ამას. მზის აბაზანები კარგია მათთვის, ვისაც ხუთვა აწუხებს. სამისოდ იყენებენ ულტრაისფერ გამოსხივებას, რომელიც აქერსილი კანის ადგილას ახალი კანის წარმოქმნას და კანის სხვადასხვა ფუნქციის აღდგენას უწყობს ხელს. მზის აბაზანებით მკურნალობას ულტრაისფერის სხივების დადებითი ეფექტის გამო უნიშნავენ. ანუ მინდა გითხრათ, რომ მზის სხივები კარგი ყოფილა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ხუთვა. სანამ შემდეგ SMS-ებს წავიკითხავდე, მანამდე გადავალ სხვა საკითხზე. თქვენ ალბათ გსმენიათ და მე პირველი არ ვარ, ვინც ამ ამბავს გეტყვით დღეს. ძალიან ხშირად და შარშან იყო დაფიქსირებული დაახლოებით 24-ან 25 ფაქტი, როდესაც გოგონებმა გადაისხეს ლეღვის ფოთოლიტანზე იმისთვის, რომ მიიღოთ კარგი რუჯი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცით, ძალიან საულალო შედეგამდე მივედით. ის იწვევს კანის მაქსიმალურ დაწვას და კანი ფუჭდება, რა თქმა უნდა, და ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. ამიტომ მე მინდა წაგიკითხოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები იმის შესახებ, ან რამდენი ხანი უნდა იყოთ მზეზე, რომ არ დაიწვათ და თუ დამწრობის შემთხვევაში რა უნდა გამოიყენოთ კანი, რომ არ გაგიფუჭდეთ იმისთვის. უნდა გაირიჯოთ თანდათანობით. პირველ დღეს მზეზე 10-15 წუთზე მეთხეს ნუ გაჩერდებით. იმ შემთხვევაში თუ მზეზე ყოფნას კარგად იტანთ, ყოველდღიურად 5-10 წუთით გაიზარდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა. მაქსიმალური დრო გარუჯისთვის დღეში 1-2 საათს არ უნდა აღემატებოდეს. თანაბარი რუჯის მისაღებად მზის აბაზანის წინ წაისვით მიხაკის, ნიგვზის, ატმის ან სხვა მცენარეული ზეთი. მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ მცენარეულ და ბალახეულ საშუალებებს, ამიტომ გადავწყვეტე, რომ დღეს ზუსტად ეს რჩევები მომეცა თქვენთვის, რომ ვფიქრობ, რაც უფრო მცენარეულ და ბალახეულ საშუალებებს მიიღებთ, მით ორგანიზმისთვისაც და კანისთვისაც კარგი იქნება. გარუჯვისთვის შედარებით ხელსაყრელი დრო დილის 10-დან 12 საათამდეა. აუცილებელია თავზე მზისგან დამცავი ქუდი დაიხუროთ, იმიტომ რომ თავი ისიცხება და ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც დაგემართოთ, არ დავკონკრეტდები ახლა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად ცუდ შედეგებს იწვევს. ასევე სავალდებულოა თვალების დაცვა, უპირატესობა მუქი შუშის მქონე სათვალეებს მიანიჭეთ. არ შეიძლება გარუჯვა უსმოზე. ზუსტად ეს SMS-ი მოვიდა, ახლა მაყურებელი მეკითხებდა, როდის შეიძლება, როდის არ შეიძლება, უпростоრად გარუჯვა და ზუსტად ახლა გავცემ თქვენ შეკითხოს პასუხს. არ შეიძლება გარუჯვა უსმოზე, ან პირიქით ახალ ნაჭამზე. დაუშვებელია მზეზე ძილი. ასევე არ არის სასურველი კითხვა გადაჭარბებული დროით, მზეზე ყოფნა შეიძლება მზის დარტყმა გამოიწვიოს და ამავდროულად დამწვრობად. ხალხური საშუალებები. მთავარი პრობლემა, რაც რუჯს თითქმის ყოველთვის თან ახლავს, კანის ხორკლიანობა, რომელიც რაღაც დროის მანძილზე რჩება. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ უმი კარტოფილის წვენი. კარტოფილის წვენი აანელებს სიმხურვალეს და აცხრობს შეწითლებულ ადგილებს. ამაგრებს კანის ზედა შრეს. ჩვენ ძირითადად დამწრობის შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე მაწონს. მე მაწონზის მოგაწვით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას, მაგრამ მანამდე მინდოდა სხვა საშუალებებიც გამესნო თქვენთვის. იმისათვის, რომ კანი მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაიცვათ. კიტრის თესლს დაასხით 40 გრადუსიანი სპირტი. გააჩერთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ, მოხმარების წინ ნაყენი წყლით გააზავეთ და ყოველდღიურად წაისვით კანზე. ეს ნაყენი შეგიძლიათ მზით გამოწვეული ჭორფლისგან დასაცავად გამოიყენოთ. თვით ნამჟავი მაწონი, გადავედი მაწონზეც. დაგეხმარებათ კანის მზისგან დაცვაში. ხშირად გარუჯვის შემდეგ წითლდება ცხვირისა და ლოყის მიდამოები. შეწითლებულ ადგილებზე წაისვით ამჟავებული რძე, ოდეკოლონი ან არაყი და სიწითლის სრულ გაქრობამდე მოერდეთ მზესთან კონტაქტს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ
ძირითადად ისე ვაკეთებთ ხოლმე, როდესაც გავწითდებით, მე უფრო დიდხანს წვევით მზეზე, უფრო დიდხანს სანამ ეს ფერში არ ჩაჭდება. სანამ შემდეგ საკითხზე გადავიდოდე, ჩვენს ეთერში ზარი არის, მაყურებელს დავუთმობ ჩემ ეთერს. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. დიდი მადლობა ეთერში შემოსვლისთვის და რა მაინტერესებს დამწრობისთვის, ანუ რუჯის დროს დამწრობისთვის საწინააღმდეგო ასე ვთქვათ, რეპარატები თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. უკაცრავად, თქვენი კითხვა ვერ გავიგე, რომ გაიმეოროთ. ანუ დამწრობის დროს, ანუ რუჯის მიღების დროს, ანუ ხო იწვება კაცი შეიძლება და საწინააღმდეგო რეპარატები თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. დიახ, ზუსტად ეს წავიკითხე, ხო, მაგრამ თქვენთვის შემიძლია რომ კიდევ ერთხელ. ბოდიში ცოტა გვიან შემოვერთი. არ არის პრობლემა, გავიმეორებ თქვენთვის. დიდი მადლობა პირიქით თქვენ ზარისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მე არ ვიცი თქვენ ამას რამდენად გამოიყენებთ, იმიტომ რომ ეს პროცედურა უნდა დაიწყოთ 2 კვირით ადრე, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, იმიტომ რომ ზეთების და რაღაც ხელოვნური, ესე რომ ვთქვათ, მასალების გაკეთებას, რომელიც კანს აზიანებს, ყოველთვის გირჩევნიათ გააკეთოთ რამე ბალახეული და მცენარეული. ამიტომ თქვენთვის შემოყურებულ გავიმეორებ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მზისგან დაიცვათ თავი. კიტრის თესლს დაასხით 40 გრადუსიანი სპირტი. გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ, მოხმარების წინ ნაყინი წყლით გააზავით და ყოველდღიურად წაისვით კანზე. ეს ნაყინი შეგიძლიათ მზით გამოწვეული ჭორფლისგან დასაცავად გამოიყენოთ. რუჯით გამოწვეული ლაქების შესამცირებლად კანზე წაისვით ამჟავებული რძე ან ლიმნის წვენი. თუ კანი გექერცლებათ, კვერცხის გული დასრისეთ ხელზე და შემდეგ გულდასმით წაისვით სახეზე, როდესაც კვერცხის გული მოხვება, ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით. კანის გაწითლების შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ასევე ძალიან კარგი საშუალება არის კიტრი. ყოველი მზიანი აბაზანის შემდეგ სახის კანს გამაგრილებელი ნიღაბი ესაჭიროება. აიღეთ ნახევარი ბანანი, 3-4 ცალი ყურძნის მსხვილი მარცალი. 2 ჩაის ჭიქა ალოეს რბილი ლობიო და 2 ჩაის ჭიქა ნებისმიერი მცენარეული ზეთი. მე ამ შემთხვევაში გირჩევდი ზეითონის ზეთს, რომელსაც მე თვითონ ვიყენებ და ვიცი რომ ნამდვილად კარგი შედეგი აქვს. შეგიძლიათ ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე ბლენდერში დააკუცმაცოთ, დაუმატოთ ზეთი და ამ შემდეგ გამოიყენოთ. ასევე მინდა კიდევ შემოგთავაზოთ ხალხური საშუალებები მზით დამწრობის დროს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საშუალება არსებობს მზით დამწრობის თავიდან ასარიდებლად და მასთან გასამკლავებლად და მინდა რომ ყველა საშუალება შემოგთავაზოთ და რომელიც თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც თავარია და მისაღები ის გამოიყენოთ. კარტოფილი გათალეთ, გახეხეთ წვრილ სახეხზე და დოლბადის დახმარებით წვენი გამოწურეთ. სითხე წაისვით სახეზე ან დაალბეთ დოლბადის ნაჭერი და წაისვით დამწვარ ადგილებზე. კარტოფილის წვენს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ძალიან ეფექტურია მზის დამწვრობის დროს. შეგიძლიათ წვენი ხორბლის ფქვილში აურიოთ და ნიღბის სახითაც კი გამოიყენოთ. აი ეს ჩემო საყვარელო მაყურებლებო იმისთვის, რომ თქვენ თავი აარიდოთ მზით დამწვრობას. შემდეგი SMS-ი უნდა წავიკითხო და მაყურებელი გვეკითხება ესეთ რაღაცას. რამდენად გაუწევდით რეკომენდაციას სოლარიუმსო ან შესაშხურებელ საშუალებებს, რომლებიც ხო რუჯავს კანს. იქიდან გამომდინარე, რომ მე პირადად უპირატესობას ყოველთვის ვანიჭებ ბუნებრივ რუჯს, ანუ მზის სხივებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ საერთოდ ჩემი კონსულტაციის გავლის შემდეგ კომპეტენტურ ადამიანთან მათ მითხრეს, რომ სოლარიუმი არ არის რეკომენდებული არანაირი ასაკის ადამიანისთვის. ხშირ შემთხვევაში სოლარიუმი უფრო მეტ ზიანს აყენებს ორგანიზმს და რა თქმა უნდა კანს, ვიდრე მზის სხივები. ამიტომ მე ამ შემთხვევაში სოლარიუმის რუჯს არ გირჩევდით და შესაშხურებელ ზაგარს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ამას თუ ერთჯერადი ან უბრალოდ ზომიერების ფარგლებში გააკეთებთ ამას, არც კანს დაიმახინჯებთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შესაშხურებელი საშუალებებით თუ ეს არასწორად გააკეთეთ, კანი ჭრელდება, ესე რომ ვთქვათ. ვფიქრობ, ზომიერების ფარგლებში ნამდვილად შესაძლებელი იქნება კანის კარგი ფერის მიღება. გადავალ შემდეგ საკითხზე. რას ურჩევდით გარუჯვის მოყვარულებს? რას გირჩევთ გარუჯვის მოყვარულებო? არავითარ შემთხვევაში არაფერი წაისვან კანზე, გარდა მზისგან დამცავი მალამოებისა. ზუსტად ესეთი კითხვა არის მოსული. ხშირ შემთხვევაში იყენებენ ლუდსო, კოკა-კოლას და ძალიან ბევრ საშუალებას და თუ არის რეკომენდირებული ამის გაკეთება.
არავითარ შემთხვევაში არაფერი წაისვან კანზე გარდა მზისგან დამცავი მალამოებისა. მე ამ შემთხვევაში შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო Johnson Baby-ს, რომელიც ძალიან კარგი არის, ეს ზეთი არის. მაგრამ მე გავუწევდი რეკომენდაციას. სანამ გავაგზელებდი ამ საკითხს, სარეკლამო ჭრა ჩვენს ეთერში და მე ერთი ძალიან სასწაულ და საინტერესო მესიჯი მინდა რომ წაგიკითხოთ. დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სანამ გავაგრძელებდე, მანამდე შეგახსენებთ ჩემი ეთერის ნომერს. ეს არის 2-35-33-07 და თქვენ შეგვიძლიათ მოგწეროთ SMS-ები ნომერზე 9-33-40, 9-33-41 და 9-55-00. ეხლა გავაგრძელებ დაწყებულ თემას. ანუ რას ურჩევდით გარუჯის მოყვარულებს? ყველა მალამოს აქვს მზისგან დამცავი ინდექსი. რაც უფრო მაღალია ეს ინდექსი, მით ძლიერია მალამოს მოქმედება. ბევრი მზისგან დამცავ საშუალებებს უშუალოდ წყალში შესვლამდე ისვამს. სინამდვილეში მისი წასმა მზის აბაზანის მიღებამდე 30-45 წუთით ადრეა საჭირო. მალამო უნდა წაისვათ სქლად და თანაბრად, რაც თავარია. ტანი წყლიდან ამოსვლისთანავე უნდა გაიმშრალოთ, რადგან ზღვის წვეთებს გამადიდებელი შუშის ტოლფასი მოქმედება აქვს. მზის სხივების ზემოქმედებას აძლიერებს, ტანის გამშრალების შემდეგ მალამო ხელამდე უნდა წაისვათ. კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ გარუჯის მოყვარულთათვის წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. მანამდე ზარი არის ეთერში და გარუჯის მოყვარული ადამიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. მე მაინტერესებს მოქმედებს თუ არა უარყოფითად ადამიანის შემცველობაზე ტატუირებულ სხეულზე რუჯის მიღება. მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ვიცი ამ კითხვაზე პასუხი და გეტყვით, რომ არანაირად ცუდი შედეგი არ მოაქვს ტატუირება თუ გაქვთ სხეულზე. და ამიტომ თუ თქვენ ტატუ გაქვთ სხეულზე, მინდა გითხრათ, რომ თამამად შეგიძლიათ დაწვეთ მზეზე, მას არანაირი უარყოფითი შედეგი არ მოაქვს. მე გავაგრძელებ ჩემს თემას. მზეზე დიდხანს ყოფნას განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც თეთრი კანი, ღია ფერის თმა და ბევრი ხალი აქვს. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა ასევე გარუჯვა სოლარიუმში, კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. სანაპიროზე გასვლისას არ დაივიწყოთ ქოლგა. ფართო ფარფლებიანი, ქუდი და პირსახოცი. გახსოვდეთ, გარუჯვისთვის ყველაზე ოპტიმალური საათები და კანზე არაფერი წაისვათ სპეციალური მზის დამცავის კრემების გარდა. მზის სხივების ზემოქმედებამ შესაძლოა ორგანიზმში უკვე არსებული დაავადება გაამწვავოს. არც ის არის გამორიცხული, ჯანსაღ კანზე გაჩნდეს ახალი დაავადებები. სანამ გავაგრძელებ კითხვას, ძალიან ისეთი იუმორის გრძნობიანი მაყურებელი ყავს, რომელმაც ეს რაღაც მომწერა, რომ რო დავისხაო ლეღვის წვენი, ოღონდ მე გავაციებო და ისე რომ დავისხაო და მე მაინც რა ვიცი, გირჩევდით რომ არც გააციოთ და ვიდოდეს არც გააცხელოთ და არ დაისხათ, თორემ ვფიქრობ რომ სავალალო შედეგამდე მიხვალთ და ძალიან დიდ კანის დამწვრობას მიიღებ და ამ შემთხვევაში ის რაც მე ჩამოვთვალე ახლა და რაც მე წაგიკითხეთ, ის საშუალებები ნამდვილად ვერ გიშველით ვერანაირ შემთხვევაში. ზაფხულში განსაკუთრებით ტყის ზღვაზე ყოფნისას ყველაზე ხშირად ინჩეს თავს და მწვავდება მზისგან გამოწვეული დერმატიტი, რომელიც მზის სხივების უშუალო ზემოქმედებების შედეგად ვითარდება. ეს დაავადება მწვავედ შეიძლება იყოს და ქრონიკულით სამწუხაროდ. მწვავე დერმატიტის დროს კანი წითლდება, შუპდება, ზოგჯერ ბუშტუკებითაც კი იფერება. ამიტომ მე მინდა გირჩიოთ ჩემო მაყურებლებო, ერთი ძალიან ბევრი მალამო არსებობს ამისთვის, მაგრამ მე მგონი ჩვენი ყველას მშობლები აკეთებენ ერთ მალამოს, რომელსაც სამწუხაროდ არასასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ აი ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა მეთქვა, როდესაც ხშირ შემთხვევაში ზურგზე გვიჩნდება ბუშტუკები დამწვრობის შედეგად, არავითარ შემთხვევაში კანი არ აიძრო, გამოიყენეთ რაიმე სახის კარგი მალამო და სანამ მალამო გესმებათ ზურგზე, არავითარ შემთხვევაში წყალი არ მიიკაროთ კანზე. გადავალ შემდეგ საკითხზე. სანამ ეთერში შემოვიდოდი, მე გითხარით და კიდევ ერთხელ განმეორდები, გავიარე კონსულტაციები კომპეტენტურ ადამიანებთან, და ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ სანამო როდესაც ვწერთ ეთერს დაიწყებო, ძალიან კარგი იქნებაო თუ კონკრეტულად წაიკითხავ რა არის გარუჯვა. ამიტომ ცოტა უკვე ბევრი ვილაპარაკე გარუჯვაზე, მაგრამ მინდა მაინც კონკრეტულად წავიკითხო რა არის სხეულის რუჯი.
გარუჯვა ეს არის კანის გამუქება, რაც იწვევს კანის გარეშრეში მელანინის დიდი რაოდენობით დაგროვებას, ანუ ფერის დიდი რაოდენობით დაგროვებას. ეს პროცესი მზიდან ან სინათლის ხელოვნური წყაროდან გამოტყორცნილი, უკაცრავად, ულტრაისფერის სხივების კანზე ზემოქმედებით მიმდინარეობს. როგორც წესი, გარუჯვა მეტყველებს იმაზე, რომ ულტრაისფერის სხივები დადებით ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. ანუ თუ თქვენ მზეზე წოლის შედეგად მიიღეთ კარგი სხეულის რუჯი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმში ულტრაისფერის სხივების კანზე ულტრაისფერის სხივების ზემოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჯანმრთელი ბრძანდებით. როგორც წესი, მათი მოქმედების შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებენ ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებას, ნივთიერებათა ცვლას, იმუნურ გამძლეობას, ინფექციური და სხვა სახის დაავადებების მიმართ. ანუ მზის სხივებსაც ძალიან ბევრი დადებითი მხარე ქონია. ბევრისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ ულტრაისფერის სხივების ზემოქმედებით ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება D ვიტამინი, რაც ხელს უწყობს ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას. მოგეხსენებათ, კალციუმი ძალზე მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემისთვის, რადგანაც ამ ვიტამინის ნაკლებობის დროს ვითარდება რახიტი. იცოდით თუ არა, რომ გარუჯვა ორგანიზმის ერთ-ერთი დამცავი რეაქცია? დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი არ იცოდით და დღეს გაიგებთ. საქმე ის გახლავთ, რომ ამ დროს სქელდება კანის რქოვანი ფენა. მელანინი კი თანთქავს სხივებს და გვიცავს გრძელ ტალღოვანი ულტრაისფერის სხივებისგან, რომლებიც ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში კლავენ უჯრედებს. მელანინი ასევე გვიცავს ინფრაწითელი სხივებისგანაც, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის გადახურებას და ეგრეთ წოდებული მზის დარტყმას. მზის ზემოქმედების დადებით მხარესთან ერთად არ უნდა დაგვიწყდეს ის საფრთხეც, რომელსაც გვიქადეს მზის გულზე დიდხანს ყოფნა. ულტრაისფერის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება კანისათვის საკმაოდ საშიშია, ამაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ დღეს. მხოლოდ მუქი ფერის კანი მქონე ადამიანებს ახასიათებთ მელანინის დიდი ზომით გამოყოფა, რაც მათ ამ საშიშროებისგან იცავთ. ანუ მუქი ფერის ადამიანებს, წეგან კიდევ ახსენეთ აფრიკელებს, რომელსაც შეუძლიათ ძალიან დიდი ხანი იზრდონ მზეზე, ისინი არანაირ კანის დამწვრობას არ მიიღებენ. საფრთხე, რომელიც შეიძლება ჩვენს კანს დაემუქროს მზის ქვეშ ყოფნის პირდაპირ პროპორციულია. მაგალითად, თუ მზეზე 10 წუთს გავჩერდებით, მზე მხოლოდ გააღიზიანებს კანს და გამოიწვევს მკრთალ სიწითლეს. დიდხანს ყოფნისას კი იწყება კანის ანთებითი პროცესი და მისი შეშუპება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს კანის დამწვრობა. დამწვრობის შედეგად ჩნდება ბუშტები და დროთა განმავლობაში იწყება მისი დაწყულება. მე გირჩიეთ ძალიან ბევრი მალამო იმისთვის, რომ კანმა დაწყულება არ გამოიწვიოს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი კი, რის გამოც დიდხანს გარუჯვას უნდა მოვერიდოთ, გახლავთ ის გარემოება, რომ მზის სხივები სერიოზულ ცვლილებებს იწვევს კანში. შესაძლოა ამან კანის სიმსივნეც კი გამოიწვიოს. ქვეყნებში, სადაც წლის მანძილზე მზიანი დღეები ჭარბობს, ეს საფრთხე განსაკუთრებით თეთრკანიან ადამიანებს ემუქრება. მანამდე მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გითხრათ, სხვადასხვა ჩრდილოეთ ქვეყნებში, სადაც ძირითადად სულციო, ძალიან ბევრი ადამიანი იკლავს იმის გამო თავს, რომ ვერ იღებენ კანის რურს. ანუ მზის სხივები როცა არ ეხება ესე რა თქმა უნდა მათ ხელს, დღეს წავიკითხე, ძალიან დიდი პროცენტია იმ ადამიანებს, რომლებიც ამის გამო თავს იკლავენ. მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას უნდა ერდონ ის ადამიანები, რომელთაც მელანინის გამომუშავების პრობლემა აქვს და ისინიც, რომელთა კანის მელანინს დიდი რაოდენობით გამოიმუშავებენ. პირველ შემთხვევაში კანი სწრაფად იწვება, მეორე შემთხვევაში ლაქები მუქდება და უფრო შესამჩნევდება. მზეს უნდა ვერიდოთ მაშინაც, თუ დერმატიტების პრობლემა გვაქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო შრება კანი და მისი საერთო მდგომარეობა უარესდება. ზარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ და გვაინტერესებს თუ რა არის ხართ სოლარიუმზე და რა ჭირს მოგცემდით ას გვეთქოთ სოლარიუმი როგორ მივიღოთ რა დოზით და კარგი, გითხრათ. დიდი მადლობა ზარისთვის. მე წეგანაც აღნიშნე და ეხლა ისევ გავიმეორებ, რომ უფრო მაინც მოყვარული ვარ ბუნებრივი რუჯის და სიმართლე გითხრათ, სოლარიუმს არ ვაინჭებ არანაირ უპირატესობას და არც ვუწევ არანაირ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ექიმებიც ხშირ შემთხვევაში ამბობენ, რომ უფრო საშიში, მზის სხივებზე უფრო საშიში არის სოლარიუმი და ისინი არ გაგიწევენ დარწმუნებულ რეკომენდაციას, მაგრამ იცი არის ჩვენ ვლაპარაკობთ ასევე კიდევ ზომიერებაზე
ამაზე და მაინც ალბათ ცოტაოდენი პროცენტით ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაც ზომიერებით შეიძლება სოლარიუმში დაწოლა. რა ვიცი, რა არის, როდესაც სწრაფი რუჯი გჭირდება, თუნდაც ზამთარში, ალბათ ამ შემთხვევაში თითოეულ ჩვენთაგანი გამოვიყენებთ მას. მაგრამ მე მაინც ჩემი სუბიექტური აზრით არ ვანიჭებ არანაირ უპირატესობას სოლარიუმს. გავაგრძელებ მზის სხივებისადმი ზედმეტი მგრძნობელობა შეიძლება განუვითარდეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ალკოჰოლის ჭარბი მიღებისგან დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია. ზედმეტი მგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში უნდა ვეცადოთ ვიართ ჭრილში, ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, დაუცვალ ადგილებზე წავისვათ მზისგან დამცავი კრებები, ასევე უნდა ვიხმაროთ ხოლგა და მზის სათვალეები. სამწუხაროდ იმის და მიუხედავად რომ ბევრმა კარგად იცის თუ რამდენი ცარისკოა მზეკანისთვის, მაინც მიაჩნიათ გარუჯვა მათ უფრო მომხიბვლელს ხდის. ზუსტად ესე მიმაჩნია მეც. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ 10-დან 12-მდე უნდა დავწე ხოლმე მზეზე, ხშირ შემთხვევაში 3-მდე ვწოლილ ვარ და 4-მდე ვწოლილ ვარ და ზუსტად აი ესეთი კითხვა მოვიდა ახლა, რომ 2ჯერ თუ 3ჯერ ვიწექიო შუადღის საათებში მზეზე და ეს თუ შეიძლება რომ უკვე ამან თუ შეიძლება რომ უკვე დიდი ზიანი მომაყენოსა და მე ვიმედოვნებ და იმედი მაქვს რომ ამას არანაირი ზიანი არ მოყვება, იმიტომ რამდენიმეჯერ ესეთ რაღაც მეც გავაკეთე, მაგრამ ამ ეთერის შემდეგ ზუსტად ვიცი და იმდენი რაღაც წავიკითხე და იმდენი რაღაც გავიგე, რომ ზუსტად ვიცი რომ 2 საათზე ესე რომ თქვა პაპანაკება სიცხეში არასდროს აღარ დავწევი მზეზე და არც თქვენ არ გირჩევთ დაწოლას, მაგრამ იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ კანის რუჯი ბევრად ლამას ხდის თუნდაც ბიჭს და თუნდაც გოგოს და რაც შეეხება ჩემს ეთერს მინდა გითხრათ რომ დასასრულისკენ მივიდა, მაგრამ ეს საბოლოო დასასრული არ არის. მე მინდა ერთი ძალიან საინტერესო და ესეთი საზაფხულო კლიპი გაჩვენოთ, რის შემდეგაც დარწმუნებული ვართ რომ ყველას მოგინდებათ კანის გარუჯვა, ზღვაზე წასვლა, წყალში ჩახტომა, გართობა და არა მარტო ეს ამბავი, მოკლედ კარგი გართობა ვისაც გინდათ და კარგი რუჯი აუცილებლად უყურეთ ამ კლიპს. დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ განწყობაზე დადგებით. ვფიქრობ რომ ჩემი ეთერი საინტერესო იყო, ბევრი საინტერესო რჩევა მოგეცით და მე ძალიან ბევრი რაღაც გავიგე. წარმატებებს გისურვებთ და იმედია ჩემ რჩევებს გაითვალისწინებთ, გიტოვებთ ძალიან მაგარ კლიპს. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.
Thank you.